გამარჯობა დილა მშვიდობისა მეგობრებო. აბა როგორ ხართ, რა შვებით? მე ხა მოვედი სამსახურში, გუშინდელი დღე ვლოგის გარეშე, იმიტომ ჩავატარე, ასე ვთქვათ, მოვკალი, რომ ჩემი პატარა ძმისშვილთან ვიყავი მთელი დღე და ცოტა ფოტოსესია მოვუწყე, მე რამოდენიმე ისეთ ფოტოსა სადაც სახე არ ჩანს, დავდებ, რადგან არ ვდებთ ხოლმე ეს ადრე-პატრების ფოტოს, ჩემი აზრით არ არის სასურველი. და იქ ვიყავი მთელი დღე და სიმართლე გითხრათ არც დრო არ იყო და რაღაცნაირად იმდენად ოჯახური სიტუაციაში ვიყავი გადართული, რომ არ მქონია დრო და არც გამჩენია, რომ სულ ტელეფონი წეროდა ხელში სურვილი. და ისე სახში იყო ბებოსთან ერთი დღესვენება მქონდა და იმიტომ გავედი, რომ მე კაიხანი ვაღარ ვნახავდი პატარას. ჯამრთელად ვარ, რა ვიცი, ამ კოვიდის სიტუაციაში და კოვიდის პირობებში არ იცი როდის რა გექნება და შეიძლება აღარ მენახავ კაიხანი და ვიცი რომ შეგპირდით რამოდენიმე საინტერესო თემაზე და ვერ ჩავწერე, მაპატიეთ, მაგრამ აუცილებლად დღეს გამოვასწორებთ. თან მგონი რომ შაბათი დღე წყნარი დღე იქნება შედარებით. ნახოთ. ესე იგი, დღეს გადავწყვიტე, რადგან გაზაფხული არის, ვიცით, არის ვირუსების სეზონი, გაციების სეზონი, ცხვირში გაჭედვის სეზონი და ვისაც პატარა ბაიები გყავთ ჩემსავით, უფრო პატარების და უფრო დიდების, დაახლოებით 4 წლამდე ასაკის ბავშვები, ალბათ ყველასთან ძალიან ხშირი არის ცხვირში გაჭედვა, ასე ვთქვათ. მოდი ვისაუბროთ, რა იწვევს და რა შეიძლება იყოს ცხვირში გაწედვის მიზეზები. ზოგადად, როგორც ამბობენ, წლამდე ასაკის ბავშვებში ცხვირის გაჭედვა ძალიან ნორმალურია და ცხვირში არსებული ლორწო ნიშნავს, რომ მისი იმუნური სისტემა თანდათან იწყებს განვითარებას. თუმცა, რიგ შემთხვევაში რა თქმა უნდა საშიში და საგანგაშო არ არის, მაგრამ ასევე გვაქვს სხვა შემთხვევები, რაც იწვევს უშუალოდ აი ამ პროცესს. რამოდენიმე შემთხვევა არის, მაგალითად შეიძლება იყოს რესპირატიული დაავადებები, ანუ ზედა სასუნთქი გზების ვირუსები. მაგალითად გაციება ყველაზე ადვილი რაც არის. და სხვადასხვა ტიპის ვირუსებია, B ტიპის, A ტიპის და ასე შემდეგ. ასევე არის ჩვეულებრივი გრიპი, აი ეხლა კიდე ბოლოს რამოდენიმე წელი კოვიდი სამწუხაროდ, ასევე ალერგია, კიდევ ცხვირში გაჭედვა იცის ციუმა, ამიტომ აი როცა უეცრად ეზოში გავყავს ბავშვი, ცივი სუსხი არის და ასე შემდეგ. და მაგალითად გარემოს გამღიზიანებლებს ეძახიან ასევე, როგორც ვიცი, აი თამბაქო, მაგალითად თუ იმე ოჯახში მწეველი არის და იმედია ეს იშვიათად არის, რომ ბავშვებთან მეეწევა, ესეც იწვევს, ასე ვთქვათ, ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ საშიში არის იმ კუთხით, რომ როდესაც რესპირატიული დაავადებები მიდის, ზოგჯერ გადადის ხოლმე ცოტა რთულ ფორმებში, მაგალითად, შემდეგ ბრონქიტში, ყელის მწვავე ანთებაში,
ზოგჯერ იქ შემთხვევით ფილტვების ანთებაშიც, ამიტომ არის რაღაცა პერიოდები, როდესაც შეგვიძლია ჩვენ თვითონ მივხედოთ ამ პრობლემას და არის რაღაცა პერიოდები, როცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ჩვენს პედიატრს, ანუ ვინც ბავშვის ჯანმრთელობას კურირებს, ასე ვთქვათ. მაგალითად, თუ თქვენს ბავშვს დაეწყო სურდო და სურდო ხშირ შემთხვევაში მე გარშემო მსმენია, რა იცი, აი ჩემთან პატარასთან მოუყვანიათ ბავშვი, ან ისედაც ეზოში ცხვირდა რომ ჩამოსდის, ეს ვირუსი არ არის გაცილებულია, თუმცა ესეთი რამ არ არსებობს. როდესაც რესპირატიული დაავადებები იწყება, რიგ შემთხვევაში გვაქვს, მე როგორც ვიცი, საქმე ვირუსებთან. რაღაცა ოღონდ ამ ვირუსებსაც თავისი კატეგორიები აქვს თავისი, ასე ვთქვათ, სირთულის ხარისხები და არის პატარა რაღაცა ნაწილაკები ვირუსის. მაგალითად, უკვე ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვირუსთან ახლავს მშრალი ხველა, თუმეტეს ბავშვებში, როდესაც ხშირად პატარა ბავშვებში, როგორც ვიცით, ამოსახველებელი წამლები არ ინიშნება, ამიტომ უფრო ინგალაციის საშუალებით ხდება ხოლმე აი ამ ხველის და ხველის ჩახშობა. მაგალითად, ყელის ტკივილი, თუ და რა თქმა უნდა, სიცხე, ტემპერატურაც თუ ერთვის თან, აუცილებლად უნდა გავიაროთ კონსულტაცია ჩვენ ექიმთან. ეხლა მე რას ვაკეთებ კონკრეტულად, იმედია რაღაცა ისეთი სამედიცინო რჩევებში არ ჩამეთვალა, უბრალოდ მე გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და მე არ გეუბნებით იმას, რომ თქვენს აუცილებლად ესე უნდა გააკეთოთ, როდესაც თქვენი ბავშვიც ანალოგიურად იქნება. როდესაც ტაისიას ვამჩნევ ხოლმე პირველ ნიშნებს ცხოველში გაიჭედვის, აუცილებლად სახლში მაქვს ხოლმე ფიზიოლოგიური 9%-იანი ჩვეულებრივი ხსნარი, რომელსაც ვაწვეთებ ცხოველში, ხოლო რაც უკვე 2 წლის გახდა, მაქვს რინომარისის სპრეი, რომელიც ყველაზე ადვილად გამოყენებოდა, რადგან შეასხურებდა, როდესაც ფიზიოლოგიურად უნდა ჩააწვეთო, უნდა გადმოატრიალო და რაღაცა პროცესებია, რომელიც ბავშვთან ზოგჯერ არ არის კომფორტული და იწყებენ გაპროტესტებას, წუწუს და ასე შემდეგ. ცხვირის ფიზიოლოგიური ხსნით დამუშავება და გამორეცხვა არის სრულიად უსაფრთხო, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ რაღაცა ეტაპები, ანუ სწორად უნდა დაიცვათ, რომ მაგალითად არ მოხდეს შემდეგ ყურის ანთება არ გამოიწვიოს, ან ყურში არ გადავიდეს რამე ვირუსი. მე კონკრეტულად ტაისიას როცა ურეცხავს ცხვირს, 5 გრამიან ნიმსში ვიღებ ფიზიოლოგიურ სულ ავსებ 2 ცალს, თავს უწევ აი ესეთ მდგომარეობაში, ანუ იყოს ცოტა მუხრილი, ერთ ნესტოს ვაჭერთ ხელს, ესე და მეორე ნესტოში აი ერთიანი ნაკადით უცებ უშვებთ წყალს. თქვენ თვითონაც მიხვდებით, მე ანუ როგორ უსუფთავდავ კარგად ცხვირის, შემდეგ უკვე ანალოგიურად ვაკეთებ შემდეგ ნესტოზე. კიდე ჩემი უცვლელი დამხმარე არის ფაგიო სპრეი, ან ჩვენები ამპულაში რაც არის ის ფაგიოები. ჩემთვის არის იდეალური მშველელი, არ ვიცი. როგორც კი შევატყობ ტაისიას, რომ აქვს რამე სურდოს ნიშნები, აუცილებლად ვიწყებ ფაგიოს ცხვირში, რამოდენიმე და ყელში. ეს მე როგორც ვიცი ჩემი პედიატრისგან არის სრულიად უსაფრთხო, არც ზედოზირება არ ხდება, რა თქმა უნდა, ბევრი არ უნდა ჩაასხოთ, მაგრამ ანუ რაღაც 1 გრამით, 2 გრამით მეტი არაფერს არ იწვევს, იმიტომ რომ ბუნებრივი ბაქტერიებისგან არის დამზადებული და პირიქით ბავშვის ორგანიზმზე ძალიან ისინი დადებითად მოქმედებს. ყველაზე და რაც მთავარი ფაგიო შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ვიცი, სიცოცხლის პირველივე, ასე ვთქვათ, დღეებიდან. კიდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ 4 წლამდე ბავშვებში იშვიათად გამოიყენება ცხვირის გამხსნელ, ასე ვთქვათ, აი როდესაც ძალიან გაჭედილია, გამხსნელს რაც გულისხმობ ერთ-ერთი წამალა ვიბროციოს ნიშნავენ ხოლმე ხშირად ექიმები, როგორც ვიცი, მაგრამ ეს არის ძალიან უკიდურეს შემთხვევაში 1 წუთის დოზირება არ უნდა მოგიხდეს, იმიტომ რომ ძალიან არ არის მოკლედ რეკომენდირებული ბავშვებისთვის. კიდევ პედიატრები რა რეკომენდაციასაც გვაძლევენ არის, რომ უნდა ოთახი, რომელშიც ბავშვი დიდ დროს ატარებს, უნდა იყოს დატენიანებული კარგად. დატენებისთვის არის სპეციალური რაღაც დამატენებელი ორთქლის აპარატები და ასევე შეგიძლიათ უბრალოდ
ჭიქაში ჩაასხათ წყალი და გათბობის რადიატორები, ბატარეები პროცესსაც არის, ზემოდან დადოთ, ესეც გარკვეულწილად ეხმარება ოთახს დატენიანებაში. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა დაავადების პრევენცია არსებობს, ასევე არის ცხვირის გაჭედვის ამბავშიც. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა იძახონ, რომ იცით, გაცილებული ვირუსი არ არის, თუ დაინახავთ, რომ სხვა ბავშვები არიან მსგავს სიტუაციაში, აუცილებლად უნდა მოალიდოთ ბავშვი. კიდევ რა თქმა უნდა, რეგულარულად უნდა ვასუფთავოთ, თუნდაც სპირტიანი ტილოთის ზედაპირები, ვანიავოთ ხშირად ოთახი, სადაც ბავშვი არის და არ შეგვიშინდეს, თუ ქარი არ არის ბავშვის სუფთა ჰაერზე გასეირნებს, რადგან სუფთა ჰაერი ძალიან დადებითად აისახება ბავშვზე. თუმცა თუ ქარი არის და პირში ჩაუვიდა და ყელი უფრო გაუარეს და დატკივდა, ეს უკვე რა თქმა უნდა არ არის სასურველი. თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ყველაზე კარგია რომ ხშირად აწოვოთ ძუძუ, რადგან ალბათ პირველი წამალია ბავშვის გაციებისთვის. და რაც მთავარია. არ ვიცი, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ტაისია რაც გახდა 1 წლის, ანუ სულ ორჯერ მომიწია, ცრი შემოდგომაზე გრიპის ვაქსინით, ვაქსი გრიპი ასე ქვია და რას ნიშნავს? A, B ტიპის ვირუსები შედის ამ ვაქცინაში და დაზღვეულია იმისგან, არა იმისგან არ არის დაზღვეული, რომ არ შეხვდება ეს ვირუსი, თუმცა დაზღვეული არის 98% იმისგან, რომ ეს ვირუსი არ გაურთულდება, გრძელვადიან სიცხეებში არ გადაზდება, რესპირატორული ინფექციები ასე თქვა არ გაუარესდება და ასე შემდეგ. შარშან, როდესაც ტაისია წლის და 4 თვის იყო ოქტომბერში ავცერი გრიპის ვაქცინით, ფრანგული ვაქცინით. სიმართლე გითხრათ, ისე მოვიდა ივნისი თუ ივლისი, ტაისის ცხვირიდანაც კი არ ჩამოსვლია, არამც თუ რამე ვირუსი შეხვედროდა. იდეალურად დაგვიცვა ამ ვაქცინამ. იდეალურად, ამიტომ არ დავფიქრებულ ვარ, თან მით უმეტეს კორონას ფონზე. წელსაც ავცერი, თუმცა წელს შეხვდა ტაისიას ვირუსი, იყო ესეთი ყურის ტკივილის, ანუ დაიწყებოდა ცხვირის გამონადენი, დედასასუნთქი გზების შევიწროვება და შემდეგ ყურის დაგუბება გამოიწვია და ტკივილი. თუმცა დაგვიცვა, რა თქმა უნდა, დაგვიცვა ვაქცინა, თუმცა დაგვიცვა იმისგან, რომ არ გაგვირთულდა და 2-3 დღეში უკვე საბოლოოდ აულაგდა, 1 დღე ქონდა სიცხე მეტი არა და მოკლედ ზედმეტი ჩარავების გარეშე, მართის წყალობით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვაქცინით, ზოგადად არ ვახდენ რამის პროპაგანდას, ეს ჩემი შვილია, ჩემი გადაწყვეტილება, უბრალოდ ძალიან კმაყოფილი ვარ ხოლმე ამ ვაქცინის. იმედია, რაღაცა დაახლოებით ვილაპარაკეთ რა თემებიც იყო საჭირო. ეხლა ვაპირებ, რომ ზოგადად გასაფრთხილი ყველაზე ცუდი პერიოდი არის ადვილად ცივდებიან ბავშვები. რადგან ზოგჯერ ცხელა, თუნდაც ჩაცმა, არ ვიცით როგორ ჩავაცვათ, ჩავიყვანთ ეზოში ცხელა, ცვიათ ბილად ვხდით, ცივდება, ჩავიყვანთ ეზოში ცხელა, ჩათხლად, მე უცებ ცივდება და ნუ ეს ძალიან სეზონური ცვლილებები ძალიან დამოკიდებულია ბავშვების ჯანმრთელობაზე. ანუ ჯანმრთელობის განვითარებაზე, ხშირად ცივდებიან, როგორც წეგან თქვი. ნუ მაგრამ ესეც საჭირო, რადგან იმუნიტეტი გაიმაგრონ, იმუნიტეტი გამოიმუშავონ და ესეთი მაგრები გახდნენ ცოტა უფრო. მე მინდა რომ ხა ტაისია შევიყვანო ბაღში და ნუ დედაჩემი წლები ასწავლიდა კერძო ბაღში და პირველი მითხრა და გამაფრთხილა ის, რომ მზად იყავი, რომ ხშირად შეხვდება ვირუსი, რადგან ბაღი არის ვირუსების, ასე ვთქვათ, გავრცელების ყველაზე დიდი არეა. თუმცა ესეც კარგი არის, რადგან ეს ეტაპი ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიაროს. არ გაივლის ბაღში, გაივლის სკოლაში. ანუ ეს იმუნიტეტის გამყარების პერიოდი აუცილებლად გასავლელი აქვს. თუმცა ეს არის თავიდან 5-6 თუ რა 2 კვირა სახლში ხარ, 2 კვირა ბაღში. შეიძლება ესეთი მასიური ხასიათი არ ქონდეს და ინტენსიური პროსტატ მასიური აშვეშია. მაგრამ ხშირად ცივდებიან ბაღში. თუმცა ბაღში არ დამყავს, მაგრამ ხან ზოგჯერ ეზოში ჰაერზე რო ჩამყავს და ვიღაც ბავშვია გაცილებული ზოგჯერ მესტუმარება, მაინც არ არის დაზღვეული რომ გადაეტოს. თუნდაც კოვიდი
როცა პირველად გამოცხადდა, პირველი გამოცხადებიდან 2 წელში შეგვხვდა ჩვენ. მანამდე ძალიანაც ვფრთხილობდი, მაგრამ ვფიქრობ, მეც თვითონაც ვაქცინირებული ვარ ამ გრიპის ვაქცინით, მაგრამ დაგვიცვა რაღაცა ეტაპზე დაგვიცვა, იმიტომ რომ ხშირად კონტაქტი ვიყავით და არ დაგვემართა და არ კი ვფრთხილობდით, მაგრამ ესე რომ სახლში გამოკეტედები ნამდვილად არ ვიყავით. შეგვხვდა აგვისტოს თვეში კოვიდი. და შეგვხვდა როგორ მე მივიტანე, იმიტომ რომ როცა ვაქცინაცია გადავწყვიტე და ავიცერე, იქ მომლოდინეთა ოთახში არის 9 საათი რომ გაყოვნებენ ვაქცინის შემდეგ დაყოვნების ოთახში. ვფიქრობ იქ გადამეტო კოვიდი და შემდეგ გადავდეთ ტაისიას და დედაჩემი, რომელიც ჩემთან ერთად იყო და სამსახურში წამოსვლის დროს ტაისიას იტოვებდა ის დღეები, დედაჩემს 4 თვის თავზე მე-5 თვე იყო რომ მეორედ შეუბრუნდა. მეც სიცხე როცა მომცა ვაქცინის მერე ის მიაწერა ყველა ვაქცინის უკუჩვენებას და ანუ ერთ-ერთ გამოვლინებას, თუმცა რაღაცნაირად მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და გამძაფრებული ზოგჯერ და რადგან სამსახურში მოვდივართ აქ იყვნენ ბავშვების მშობლები, იქით ზოგი ავადმყოფი, თქვათ ავადმყოფს ვამბობ ისე რომ სუსტი იმუნიტეტის მქონე, ანუ ორსულები არ მინდოდა რომ გადავდებოდა და სადღაც 1% დაუშვრო მიშილება და კოვიდი მქონდა და დავიტესტე, PCR გავიკეთე, მომივიდა დადებითი. დატესტვიდან მეორე დღეს ტაისიას დაეწყო სიცხე, ტაისიასაც დაუდასტურდა, ოღონდ სწრაფით ანტიგენით. და დედაჩემსაც არ ტაისიას და დედას მეორე დილით ერთად დაუდასტურდა თორევეს. ღმერთის წყალობით და ალბათ ჩვენი იმუნიტეტის მეშვეობით კიდევ იოლად ჩვენ შეგვხვდა არა ომიკრონი, შეგვხვდა მანამდე რომელიც იყო ინდური შტამი, ცოტა შედარებით რთული შტამი რომელიც იყო. სიმართლე გითხრათ მე ჩემ თავზე არ მეშინო და მეშინო დედასი, რომელიც ძალიან ალერგიული არის, აი ძალიან გამძაფრებული ალერგიული ფონი აქვს და ვფიქრობდი რომ ძალიან გაუჭირდებოდა მეორე ძალიან მეშინა, თუმცა მეორედ ბევრად ადვილად გადაიტანა ვიდრე პირველი და ტაისიას მეშინდა, იმიტომ რომ პატარა და არ მინდოდა საავადმყოფოში მოხვედრა, რადგან აი ის პერიოდი ზაფხული იყო და ჯერ ხო ძალიან ცხელა ფანჯრები არ იღება, არ ნიავდება ეს ავადმყოფები და 5 პალატიან ბავშვს ჩემ მოსყავდა მანამდე კოვიდით ბავშვი საავადმყოფოში ერთი კვირა და ნუ აი 5 ადგილიან პალატაში 10 ვიყავი თავის მშობლებითო და ნუ საშინელება ხდებოდა. ამიტომ აი ეს გავლა არ მინდოდა, ვიცოდი რომ ძალიან დავისტრესებოდი და ტაისიას გადასხმებზე, ამბებზე, იქ ხო უწევთ იქ წამლები რაღაცა და ღმერთო ამბობდი, იყო სახში. თუმცა აი ჩემი იდეალური პედიატრი ყავს ტაისიას და ისე გმართა რომ არ დაგჭირდა ზედმეტი არაფერი, მქონდა 2 დღე სიცხე, 2 დღე ნახევარი, მაგრამ ბევრი ელექტროლიტი მივეცი, ბევრი სითხე, ის კომპოტებს უხარშავდი და აი ეს პროცესი, ასე ვთქვათ, ადვილად გადავიტანეთ. არც ყველაფერი, არანაირი არაფერი იმ პერიოდში არ დაგვიტოვა. მოკლედ ეს იყო რა, რაზეც მინდოდა მესაუბრა და დღესაც 12 საათი აქ ვარ, თუ მშვიდობა მქონდა და არ იყო ძალიან საგიშეთი დღე. კიდევ რამე საინტერესო ვლოგს შემოგთავაზებთ. აბა, კარგ დღეს გისურვებთ ყველას.